იუსტიციის მინისტრის სასტუმრო ქორთიართ მარიოჩი მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს ხვდება. კრებულის წარმომადგენლები მინისტრს აიდი ბარათის ალტერნატიული საბუთის შექმნას თხოვენ. მათი თქმით, განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები სახელმწიფოსთან არ უნდა გაერიყონ თეა წოლუტიანის განცხადებით შეხვედრას ჯერ მხოლოდ გაცნობითი ხასიათი აქვს და სამინისტრო თავის პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს. მე ვარ ჯერჯერობით მოსმენის პროცესში ყველა იმ პრობლემისა, რომელიც აიდი ბარათთან დაკავშირებით არსებობს, ეს მოსმენის სამუშაო უნდა ჩატარებული იყო მანამდე, მაგრამ ეს არ ჩატარებულა წინა ხელისუფლების მიერ. ამიტომ მე მიწევს ეს სამუშაო ჩავატარო ახლა, რომ გავიგო არის თუ არა რაიმე გამოსასწორებელი. ამიტომ პასუხები დღეს ვერ იქნება, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა. ჩვენ ტექნიკისას ნაწილი აღვიქვით როგორც ამხედურობით, ასე ვთქვით, როგორც პროგრესი, მაგრამ ჩვენ ტექნიკის იმ მომხრე ვართ, იმ ტექნიკისა, რომელიც ადამიანი გამოიყენებს და არა ადამიანი იქნება ჩართული და რობოტიზაცია მოხდება ადამიანის.